თბილისში, რომელიც უძველესი დროიდან აზიის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, ერთ დროს მრავალი ქვეყნის სოვდაგართა აკლე მიირეოდა. მთელი ცხოვრება ძველ ქალაქში იყრიდა თავს. მზის ამოსვლიდან დაბინდებამდე ქალაქის ქუჩებში გაცხოველებული საქმიანობა დუხდა. ოპერის მოედანზე და მის ახლოს მდებარე ქარვასლებში დიდი კომერციული საქმეები წყდებოდა. მიმდინარეობდა ინტენსიური ვაჭრობა. დაღამებამდე არ წყდებოდა ფუსფუსი და მიხლა-მუხლა. ქუჩაში გაისმოდა სიმღერები. ეს კონცერტები, მოწყობილი ღია ცისქვეშ, დამახასიათებელი იყო იმდროინდელი თბილისის ყოფისთვის. მღეროდნენ ყველგან, ქუჩებსა თუ ბაღებში, დუქნებსა თუ სარდაფებში, სადაც ჩვეულებრივ თავს იყრიდნენ და დროს ატარებდნენ ხელოსნები და წვრილი მეწარმეები. ქუჩებში მომღერლების გამოჩენას დიდი გამოცოცხლება მოხვებოდა ხოლმე. მოსახლეობა ბანებსა და აივნებზე გამოეფინებოდა და გვიანობამდე ტკბებოდა თბილისური ჰანგებით. თბილისში დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა უცხოური, კერძოდ აღმოსავლური კულტურის გავლენა. განსაკუთრებით ეს სამუსიკო საკრავებზე ითქმის. სპარსეთიდან იყო შემოტანილი თარი, საზი და გამანჭა, არაბეთიდან დაირა, ზურნა, ინდოეთიდან კი ნაღარა, ანუ იგივე დიპლიპიტო. ყველაზე მოთხსენებული უცხოური სამუსიკო საკრავი საუკუნეების მანძილზე მტკიცედ დანერგილა თბილისში. მაგრამ დროთა განმავლობაში დაუკრაკავს თავისი პირვანდელი სახე, რადგან საგზნულად გაუმჯობესებულა და თბილისის პირობებში თავისებური იერი მიუღია. მოგესწრებათ, რომ დუდუკი ეს საქართველოსია დაბადებული. აქ არის აღმოჩენილი და აქ იკვრებოდა თბილისში. გათხრემაც გვიჩვენა, რომ აღაიანში იპოვნეს ორნასრეტიანი სალამური. იგივე დუდუკი. და ეს ადრე, პირველ საუკუნეზე ადრე. და ახლა ინახებაო ფილადელფიის მუზეუმში. იქ ორნასრეტიანი ეს არის სალამური და დუდუკი. ალბათ მაშინ ორნასრეტიანი დუდუკი იყო და სალამურს ეძახდნენ. შოთა რუსთაველის წიგნში წერია ნასწერია, ნაჰქვიან დუდუკს. მე რას თვალი გამიხილებია, ვიცი რომ ეს დუდუკი არის საქართველოს, აი როგორ გითხრა რა, პირადად თბილისის ისა, აი უაღრესად დიდი მუსიკალური ინსტრუმენტი. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენია, ვიღაცები გვედავებიან, პრინციპში არავინ არ გვედავება, მაგრამ ჩვენებივე გამჩუქებლის როლში არიან. როგორმე ვიღაცას მისცენ არიან, ყავს რა ესეთი ციხეს შიგნიდან გამტეხი ხალხი. მაგრამ ეს უძველესი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ძველი წლოვანი პიროვნება ჩვენი სერგო მეტაფლიშვილი ერთ-ერთ ჩემს ღია გაკვეთილზე გამოვიყვანა და სიტყვა მივეცი და შეკითხვა მისცე სამ სადაურობის ირგვლივ და თქვა დიახ ბატონებო როდესაც ირანის შახს სჭირდებოდა დუდუკის დასტა თბილისიდან მიჰყავდა იმას მედუდუკეები თუ კი იქ სადმე იყო აღმოსავლეთში გავრცელებული და არსებობდა მაშინ რაღა თბილისში ჩამოვიდოდნენ იქვე ახლო იყო ის ქვეყნები მაგალითად აზერბაიჯანი და სასომხეთი მაგრამ ეგეთი რამე იქ არ არსებულია და მხოლოდ ქალაქში საქართველოში იყო გავრცელებული ეს ინსტრუმენტი და ამ კაცის მტკიცებითაც გამოდის რომ დიახ ბატონებო აქ არის გავრცელებული და არის უძველესი ქართული ინსტრუმენტი თბილისში მუსიკოსთა გაერთიანებათა ძველი ტრადიცია არსებობდა რომელსაც დასტა ეწოდებოდა დასტა სამი კაცისგან შედგებოდა დამკვრელი დამქაში და მედოლი ეს უკანასკნელი ამავე დროს მომღერალიც იყო აი რო გითხარით რომ შახი როდესაც შახს სჭირდებოდა ქალაქური დუდუკის დასტა ნამყოფი არის დათა ზუბიაშვილი დათა ზუბიაშვილი იყო ესე იგი მე-19 საუკუნეში და გარდაცვლილა 1933 წელში არც მაინდა-მაინც დიდი წლოვანი სადღაც
65-67 წლის ასაკში გარდაცვლილა. და იყო ბოლო უსტაბაში. უსტაბაში ესე იგი წარმოადგენდა ჰამქრის უფროს, რომელსაც უნდა დაელაგებინა, ვინ ვისთან უნდა ყოფილიყო მთელი 3 წლის განმავლობაში. ვინ ვისთან უნდა ყოფილიყო დასტა. უსტაბაში ხავდა მედალი ეკიდა უსტაბაშობისა. ხოდა შეიძლება დიდი მუსიკოსი არ ყოფილიყო, მაგრამ იმდენი ავტორიტეტიანი კაცი ყოფილიყო, რომ ესე იგი იმას უჯერებდნენ. და ბოლო უსტაბაშიც აი ზუბიაშვილი იყო დათა, რომელიც 23-24 წელს მოკვდა და იმის შემდეგ ეს უსტაბაშობა რამე ნელ-ნელა გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების ხელში და იქ დირექტორები დანიშნეს, უყეთ? დუდუქს დირექტორი ეყოლება. დასტები მრავალნაირ სასიმღერო ჰანგს ასრულებდნენ. მათ რიცხვში იყო მუღამათები, რომელთაც ამიერკავკასიაში ბაიათები ეწოდებოდა. ომარ ხაიამი გავიხსენოთ, რომელიცაც ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ პატარ-პატარა რუბაიებით. მოკლე ორსტრიქონიანი ლექსებში, რომელსაც მთელი ფილოსოფია ჩადებული. აი ორსტრიქონში ეს კაცი ახერხებდა იმხელა ფილოსოფიის გადმოცემას, რომელიც რუსთაველზე ადრე ცხოვრობდა, გონი ერთ თვალსები, ერთ საუკუნე ცოტა მეტი ხნით ადრე ცხოვრობდა. და ხოლმე ასე ვიცნობთ მაგას როგორც მშვენიერ პოეტს, მაგრამ ნაკლებად ვიცით, რომ ომარ ხაიამი იყო თავის დროის უდიდესი მათემატიკოსი და უდიდესი ასტრონომი. როდესაც სადღაც გონი მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპელი მათემატიკოსები გაეცნენ ომარ ხაიამის ალგებრას, ხალხი უბრალოდ აი გამოშტერებულები იყვნენ და აი გამოთაყვანდნენ, უყურეთ რომ ეს რა დონე იყო და ერთხმად აღიარეს უყოლამ რომ ჩვენ რომ ცოტა ადრე გავცნობოდით ომარ ხაიამის ალგებრაულ შემოქმედებას, რომ მთელი მსოფლიო ევროპული მათემატიკური სკოლა სულ ცოტა 6 საუკუნის წინ წაიწევოდა. მუხამბაზები, რომელიც თბილისურად დამუშავებული მუღამათია, სრულიად ძველი თბილისური კოლორიტისათვის დამახასიათებელი თანაბარი რიტმით სრულდება. მას განსხვავებით ირანული მუღამათისგან არ ახასიათებს კილოს გაგრძელება გაჭიანურება. მუხამბაზი თბილისში წარმოიშვა და მარტო აქ იმღერება. აქაც თბილისსაც ხო იცი მოკეიფე ხალხი იყო და ამ მუღამზე გადაკიდებულები იყვნენ, ეს დაუკარი, ის დაუკარი, ჯაზი ასარია და აი რასტი დაუკარი, სეგა დაუკარიო და ეს სახელებია იმ მუღამებისა და აი ესე თვითონ მუხლი იყო, თუ ორი მუხლი იყო, ჩართამდენ და ქეიფობდნენ ხალხი აბდულუგდება. აი ესე ტკბილი მუსიკა. რაც შეეხება მუღამას, რას ნიშნავს მუღამი? მუღამი არაბული წარმოშობის სიტყვა მუკაბი ქვია, მაგრამ ეს რაც შემდეგ არაბულიდან შემოვიდა, მაგრამ ეს გულისხმობს აზერბაიჯანული და სპარსული ხალხური მუსიკების კილოთა ერთობლიობას. აი ჩვენ გვაქვს მაგალითად რანაირი ხასიათის მუსიკები, ხო, სიმღერები გვაქვს მიძღვნილი ყველა რაღაც თავისი საქმიანობისას. მაგალითად გუთნურიო, ურმულიო, იავნანა, ხო? ცხენოსნური, გზავრული, მაყრული, რამდენი ჩამოვსვალოთ, არა? აი ისლამურ სამყაროში იქ ცოტა სხვანაირი მიდგომა აქვს მუსიკისადმი. მათ აქვთ რაღაც განსაკუთრებული მიმდინარეობა, კილოები. რაღაც ესე იგი თემებია, გარკვეული თემა. აი ადრეც მამა ჩემის ვიწერდით, მე მაშინ ვახსენდი ჯაზი ვახსენდი და ტყუილად არ მიხსენები, იმიტომ რომ აი როგორც ჯაზი ახლა რა თქმა უნდა იმ დონის ის არ არის როგორც მუღამი, იმიტომ რომ მუღამში თავის დროზე არსებობდა 70-ზე მეტი სხვადასხვა სახის მიმდინარეობა და ეს ერთი და ორი ადამიანი ვერ ქაჩავდა, რომ რამდენი ყველა ეს დაემახსოვრებინა, იმდენად რთული იყო იმის შესწავლა და რთული იყო ყველაზე მეტი ხასიათის გაგება, რასაც ეს მუღამათი შეიცავდა. იმიტომ დღეს ჩვენთან საქართველოში შემოსული ტერმინი მუღამი გაუგეო, მუღამი დაუჭირეო. ეს გულისხმობს რომ ძალიან რთული რაღაც სამოცანა უნდა შეისწროს თვისო და ამოხსნა და იგი და დაიმახსოვრა. ტყუილად არ არის ეს სიტყვა შემოსული. ხო და აი ეს მუღამათები საქართველოში შემოვიდა პირველად აშუღური მუსიკიდან. აშუღები იყვნენ თავის დროის უნიჭიერესი ხალხი იყო. რა გაგებაში იყო უნიჭიერება? აშუღი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა არა მარტო კომპოზიციის უნარი, პოეტიც იყო, მომღერალიც და თვითონ ასრულებდა ინსტრუმენტს. და თან არ დაგავიწოთ ყოველი ამასთან და ეს იყო ექსპრომტად შემსრულებელი მუსიკის. აი მიხვიდოდით რაღაც თემაზე უცაბედად და რაღაც შეკვეთას მიცემდი ბოლო-ბოლო. აი ასეთი იყო ეთიმგურის უცებ შეკვეთი ლექსი გიწერდა იქვე. მაგრამ აშუღები ბევრად უფრო უნიჭიერესი ხალხი იყვნენ იმ დროისთვის და ექსპრომტად, ანუ როგორც აი
იოსებ გრიშაშვილი იყო და სპარსულად მუნასიბად შეგვიდნენ ხოლმე სიმღერას და ლექსს. ძველებურ თბილისურ ჰანგებს თავისი დანიშნულება ჰქონდათ. ასე მაგალითად მასნავი და ზამუხარა სამგლოიარო ჰანგები იყო. დილის საარი, რომელსაც მხოლოდ თბილისში ასრულებდნენ, სამხიარულო ჰანგი იყო. დილის საარის წარმოშობაზე ლეგენდაც კი არსებობს. გადმოცემის თანახმად ერთ-ერთი მეფის ქორწილის მეორე დღეს ცნობილ მეზორნეს, რომელიც დედოფლის სილამაზით ყოფილა მოჯადოებული, ქარიშხალზე ზურნა აუკნესებია, მზეთ უნახავი დედოფალი რომ გამოეყვანა გარე და ერთხელ კიდევ ღირსებოდა მისი სილამაზით თქმობა. ტრედის ფრათრო ინათებდა. მოკეიფე ხალხი ყარაჩოხლები რომ ქეიფობდნენ დილისაზე გავიდოდნენ. ტრედის ფრათ ინათებდა ამ დროს დუდუკი უკრავდა, ზურნა უკრავდა დილისას. ათენებდა ზურნა, როგე გათენდაო ხალხო გამოდითო. იზეიმეთო, ხინი გამართეთო, იმუშავეთ სამსახურებში და დუქნებში და ბაზრებში მიდიოდა ხალხი და აი ესე ეფერებოდა თბილისი. საერთოდ აზიური ჰანგები უფრო მეტად კი ირანული, იმდენად ყოფილა თბილისში მიღებული, რომ თვით მეფე ერეკლე მეორესაც კი ხვარებია. თუმცა მთელი თავისი სიცოცხლე ირანელებთან და ოსმალებთან ბრძოლაში გაატარა. მეფე ერეკლეს სპარსული ჰანგებისადმი სიყვარული ცნობილი თბილისელი აშუღის, საიათნოოს დამსახურებაა. მან პირველმა შეთხსა ქართული სიმღერები, რომლესაც სპარსული მელოდიები დაუდო მოტივად. აშუღებს შორის იყო შეჯიბრება. აი როგორც ჩვენთან ქართულ ხალხურ იმაში იყო არა შაირობა არა ერთმანეთს შეიერებოდნენ და გამოცანებს აძლევდნენ ერთმანეთს უსვამდნენ ლექსად და უნდა გამოგეცნო და შაირსო გეტყვა შაირი თუ გეპასუხა და ვინ ვის აჯობებდა რა. აი ესეთივე სიტუაცია იყო აშუღებში, ოღონ იქ იყო შეჯიბრება სიმღერით, ლექსში და დაკვირთა და პაექრობა. ანუ როგორც მარაკასში გაერიაო ქართული გაერიაო რო ეტყვა მარაკა ნიშნავს შეჯიბრს. ესეც სპარსული წარმოშობის სიტყვა თუ არ ვცდები. ხოდა აი ეს შეჯიბრება და პაექრობაში ჩნდებოდნენ ნამდვილი ტალანტები. ამ ტალანტებიდან ყველაზე ცნობილი, რაც ჩვენმა საყვარელმა დედაქალაქმა, ჩვენმა თბილისმა შობა, იყო საიათნოვა. საათნავა, ანუ ჰანგის დიდოსტატი, ჰანგის უფალი, როგორც ითარგმნება ჩვენებურად. მისი ნამდვილი გვარი არავინ არის, მაგრამ წარმოშობა ვიცით, რომ მამამისი ყოფილა ღარიბი ალეპოელი სომეხი, რომელიც ჩამოსახლებულა თბილისში. ხოდა აქაური ავლაბრელი სომხის ქალი შეურთავს ცოლად. ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, თვითონ უბრალოდ ფეიქარი იყო, მაგრამ ამ ადამიანს ბავშვობიდან აღმოაჩნდა იმხელა ნიჭი, რომ სამ ენაზე, ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად წერდა ლექსებს, მუსიკას ხსავდა თვითონვე უკრავდა ჭიანურზე. თავისი სახელით ის ერეკლე მეფის კარზე გახდა უსაყვარლესი ადამიანი და ერეკლე მეფის პირველი აშუღად ითვლებოდა. ნუ დიდხანს აღარ გავაგზავნებ მის ისტორიას. იმდენად რამდენადაც იქ რაღაც ინტრიგები მოუწყვეს, ერთი ერეკლე მეფე გააგდო თავის კარიდან, ეს ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, მერე როგორც იქნა შერიგდნენ, შემდეგ ბერად აღეკვეცა და ერეკლე მერცის დაუფასა, რომ ეპისკოპოსებმა მისი ბრძანებით მიანიჭეს და ახპატის თუ არ ვუწდები ეკლესიაში აღეკვეცა და 25 წელიწადი ეკლესიაში მსახურობდა. იმ დრომდე სანამ აღამაჰმად ხანის შემოსევა არ მოხდა 1795 წელს თბილისში. და რატომ მოვიყვანე ახლა ეს ამბავი, რომ მე მინდა ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ თბილისელ მუსიკოსებს არა მარტო ეროვნებით ქართველს, სომეხს, აზერბაიჯანელს არ ახონდა მნიშვნელობა, ყველანი შეყვარებულები იყვნენ თბილისში და თავგადაკრულები იყვნენ. ყველასთვის დედა სამშობლო იყო ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი. და როდესაც აღამაჰმად ხანი შემოესია, ანაფორა გაიხადა და წამოვიდა თბილისს საიათნოვა. სახელდახელოდ ოჯახი გახიხსნა, შვილები პატარები ყავთ, მოზდოქს გახიზნა, რომ თვითონ შევიდა და აი აგერ გვერდში ჩახვალთ სუბ გეორგის ეკლესია, იცით სომხების საკათედრო ტაძარი, თვითონ მოგეხსენებათ გრიგორიანელი იყო. შეიკეტა შიგნით
და როდესაც ირანელთა ჯარი მოადგა გინებით მიმართეს გამოდი გარეთაო გამოვიდა საიათნოვა შემდეგ ეკლესიიდან სახლში ჯვარი ეწაჭია სახლში ხვარი იმ დროს მამა ჩემის ხნისა იყო საიათნოვა 83 წლის კაცი იყო რა ხო და სპარსეთის ჯარსა აზერბაიჯანი ორდენაზე მეუგორო თუ გავიხსენე ხლა ეს სიტყვები ჩიხ მანამ ქლისადან დონ მანამ ისადან მე არ დავთმობ ჩემს ეკლესიას და არ დავთმობ ჩემს იესოსაო და აი ესე ჯვრითა და ხმით ხელში აჩეხეს სიკვდილამდე მოხუცებული წვერიანი კაცი და მე მგონი დღესაც იქ არის დასაფლებული წმინდა სუბ გეორგის ანუ ჩვენებურად წმინდა გეორგის ეკლესიის კარზე და ყოველწლიურად გონით თვალსე მაისის 15-ში ხდება იმისი დღესასწაული, როდესაც მიდიან ჩვენი მედუდუკეთა ამქრის ოსტატები და თავის ვალს იხდიან ამ დიდი აშუღის წინაშე. ძველ თბილისში დუდუქს ჯადოსნურ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. სწამდათ რომ მას ადამიანის განკურნება შეეძლო. ბატონები დაავადებული ბავშვის განკურნების მიზნით სახლში იწვევდნენ მედუდუკეთა დასტას და იავნენას აკვრევინებდნენ. დუდუკი არის კურნალიც არის ადამიანისა. აი ხასიათზე დაგაყენებს დუდუკი. როგორც გინდა ცუც ხასიათზე იყო. რომ მოусმენ დუდუკის ჰანგს. ის კაი გუნებას შეგიქმნის კაი განწყობას და გინდა რომ აი გემატება ღონე. თუნდაც ჩვენი ფალავნები ეყოთ, ქართველი მოჭიდავეები. ქართველი მოჭიდავე რო გავიდოდა, უმუსიკოთ ჭიდაობა არ შეიძლება ქართული ჭიდაობა ჩვენ ვიცით. ქართული ჭიდაობა გაუთხა საქართველოს სახელი და ფალავნები რო გამოვიდოდნენ, პაპისგან ვიცი და გადმოცემით ვიცი რომ ჯერ ზურნა დუდუკი უკრავდა ჩხირებით ბაღდადუს იცეკვდნენ შემოულიდნენ წრეს და მე იმართებოდა ჭიდაობა მე უკვე საჭიდაოზე გადადიოდნენ. საჭიდაო იმართებოდა მხოლოდ და მხოლოდ ზურნების გარეშე არ არსებობდა და ძველი მოჭიდავეებისგან კიდე ისიც მახსოვს რომ კაცო იმ მამაცხონებულმა ახლა იმ მეზურნემ რო აუწიაო და თან ათქმევინაო ზურნას ათქმევინა რომ ეგ არ არის ეგ არ არის მეზურნეს უთქვია თურმე ამ მუსიკალური ჟღერადობაში დუდუკი დასაკრავად საკმაოდ რთული ინსტრუმენტია. მას ნახევარი ტონები საერთოდ არ გააჩნია. მისი სწავლა აბსოლუტურად ადამიანის მუსიკალურ სმენასა და ნიჭზეა დამოკიდებული. ჰანგი თაობათა შორის ნოტების გარეშე სეპირად გადაიცემოდა. სირთულით როგორ არის იცით შეიძლება მე შევადარო ვიოლინოს რომელსაც ესე იგი ლადები არ აქვს და ვიოლინოს შემსრულებელი ვიოლინოზე დამკვრელი უნდა იყოს გამორჩეული განსაკუთრებული ნიჭის პატრონი და კარგი ყურის პატრონი ანალოგიური არის დუდუკზეც სლუხაჩებს გვეძახიან რუსულად სლუხაჩ ყავს რომ შენი ყურით უნდა ისწავლო რა რასაც გაიგებ ის უნდა დაუკრა დუდუკის დამზადებაც განსაკუთრებულ ტექნიკას მოიცავს. დუდუკის დამზადების საიდუმლო ოსტატს მემკვიდრეობით გადაეცემოდა. უნდა საუკეთესო მასალა აარჩიო ჭერმისხის გარგლის იგივე მერქანია და იმისგან უნდა გააკეთო დუდუკი. რაც მთავარია ამას ვიჭერთ ზომებს სიგრძით თვალის ზომით არის ეს არ არის რომ სანტიმეტრებით და მილიმეტრებით გავზომოთ და გინაც ბოლოს უნდა დაუვიწროოთ იმდენზე რომ ტონალობაში შევარჩიოთ რომ დღევანდელ ნებისმიერ ინსტრუმენტთან შეგვეძლოს ორკესტრში დაკვრა. აი ისე არის მოწყობილი ზუსტად აი ამ ამიშის საშუალებით. დღესდღეობით თბილისში მხოლოდ 3 დასტა არსებობს, რომლებიც აგრეთვე თავიანთ სკოლებს ფლობენ. შემთან როდესაც მოსწავლე მოდის მე იმას არ ვაშინებ რომ არის ძნელი ინსტრუმენტი შეიძლება შეშინდეს და თქვას ძნელი თუა ვერ ვისწავლიო მაგრამ რახან უკვე შევიყვან ჩემს სისტემაში და უკვე ასე ვთქვათ ჩემს გარემოცვაში მოვიყვან ახალგაზრდა ბავშვს მოსწავლეს მე უკვე ეს რახან ერთი თუ შევიდა უკვე ამის სიყვარულში ის უკვე თავს აღარ დაანებებს უკვე რო გადაიცვალა გრიშა მე
მისი დაწყებული საქმე გავნარეთ, იმიტომ რომ მე მოწაფეები მოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭები უკვე 10-12 წელია რაც ვასწავლიან ბავშვებს ზოგი დაამთავრეს დუდუქს ისწავლდა მიდის ანსამბლში ზოგი იქა და დღესდღეობით კიდე არ ავკარგავ ტრადიციას და ვასწავლი ბავშვებს